მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამცარა ნომერი 8. გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე V სიჩქარით მისრიალებდა 4m მასის სხეულიო, მას ზევიდან ვერტიკალურად მიმართული 3V სიჩქარით დაეცა და შეეწეფა m მასის სხეული. აქეთ ესე იგი მოცემულობა შევწეროთ, მოცემული რა გვაქვს. თავდაპირველად გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოძრაობდა V სიჩქარით ეს ჩვენ 4m მასის სხეული შესაბამისად f ხახული. ტოლი არის 0-ის. შესაბამისად ამ მოსრიალე სხეულის სიჩქარე მოდი V1 დავნიშნოთ, V1 უდრის V-ს, რომლის მასა m1, ტოლი არის 4m-ისო, აგერ ვითხრეს, მას ზევიდან ვერტიკალურად მიმართული 3V სიჩქარით დაეცა და შეეწება m მასის სხეული. ესე იგი, მეორე სხეულიც აქვს, რომელიც მართობულ სიბრტყეშია, რომლის სიჩქარე არის V2 უდრის 3V-ს და მისი შესაბამისი მასა m2, ტოლი არის m-ისო. და ამის შემდეგ სხეულებმა ერთად გააგრძელეს სრიალის ზედაპირზეო და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ შეწებების შემდეგ მათი სიჩქარე. მოდი V' დავარქვათ ამ სიჩქარეს, რომელსაც ვეძებთ. აგეთ ავიღოთ რაღაცა x ღერძი შემოვიტანოთ, აი ეს იყოს x ღერძი. და ეს პირველი სხეული, რომელიც მოდი დავხატოთ, ეს პირველი სხეული, რომელიც მოძრაობს x ღერძის გასწვრივ V1 უდრის V სიჩქარით, შესაბამისი მასა m1 უდრის m-ის ტოლია. არა, m1 არის 4m-ის ტოლი, ხო, 4m-ის ტოლია. ის მართობ სიბრტყეში მოძრაობს და შეეჯახა, აგერ დავხატოთ ეგეც. აი ეს სხეული. რომლის სიჩქარე არის V2, ეს არის პირველი სხეული, ეს არის მეორე სხეული. V2 არის 3V სიჩქარით შეეჯახა, შესაბამისი მასა მეორე სხეულის არის m-ის ტოლი. და მოდი აქვე მივუხატოთ შეჯახების შემდეგ როგორი სურათს მივიღებთ. შეჯახების შემდეგ ესენი ერთმანეთს შეეჯახნენ, ხო? ასე შეეჯახნენ და ესენი ერთად გააგრძელებდნენ მოძრაობა შეწებებულები რაღაც V' სიჩქარით. მასა რა გახდებოდა მესამე შეჯახების შემდეგ m3 გახდებოდა. პირველის მასა თუ იყო 4m და მეორეს m, შეჯახების შემდეგ ეს მასები შეიკრიბება, ხო? და 5m გაუხდებოდათ ამ შეჯახების შემდეგ ამათი მასები. და ნუ რა დავრჩენია ახლა, ხახუნი არ გვაქვს, პროცესი არა დისიპაციურია, შესაბამისად შეგვიძლია ჩავწეროთ იმპულსის შენახვის კანონი. კერძოდ იმპულსი დაჯახებამდე, ესე იგი m1 ვერტს პლუს m2 v2, ტოლი უნდა იყოს იმპულსის დაჯახების შემდეგ m3 V3-ის, რომელიც V'-ით აქვს აღნიშნული შემთხვევაში V'-ის. ეხლა დავაგეგმილოთ, მოდით, m1 V1x-ი, x ღერძები დავაგეგმილოთ, ხო? m2 V2x-ი გექნება, ეს ტოლი იქნება m3 V'-ის. ეხლა ჩავსვათ, m1 არის 4m-ის ტოლი. V1x-ი, V-ს გეგმილი, აი V1-ის გეგმილი x ღერძი იქნება პირდაპირ V-ს ტოლი, რადგანაც V1 და x ღერძი ერთი წრის გასწვრივი ყურებია, მიმართული ერთი წრის გასწვრივი. ამიტომ პირდაპირ V1x-ი V-ს ტოლი იქნება დამატებული m2-ჯერ V2x-ი, მაგრამ V2-ს, აი ამას x ღერძზე გეგმილი არ აქვს, რადგანაც მოძრაობს x ღერძის მართობ სიბრტყეში. x ღერძის გასწვრივ საერთოდ არ აქვს, არც მდგენელი და არც მიმართულება. შესაბამისად 0 იქნება, ხო, V2x-ი, ამიტომ შეგვიძლია ეს გავითვალისწინოთ და ეს ტოლი იქნება m3, რომელიც აგერ 5m-ის ტოლი გახდა, 5m-ჯერ V'-x მდგენელი პირდაპირ V' იქნება, რადგანაც V'-იც და x ღერძის ერთი წრის გასწვრივი ყურებიან, ამ პირდაპირ V' გექნება. აქედან m-ები შეგვეკვეცა, ნუ საიდანაც საბოლოოდ დავწეროთ, აქედან V'-ს ვეძებთ. V' ტოლი იქნება 4/5 V-ს. ეს კი არის პასუხი B.